რამდენმა ადამიანმა დაჭარბა სამსახური არჩევნების შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს ორგანიზაციის ინფორმაციით. ასეთი შემთხვევა ბევრ საჯარო უწყებაში მოხდა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა რამდენიმე საინტერესო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ყველაზე მეტი თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს რეგიონებში საჯარო სამსახურში. ახალი თანამშრომლების მიღების დროს კი ხშირად იკვეთება ნეპოტიზმი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს რეკომენდაციით მიმართავს, რომელიც გულისხმობს მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რათა საჯარო სამსახურში მიმდინარე პროცესები გაკონტროლდეს. ჩვენ გამოვკვეთეთ რამოდენიმე ტენდენცია, რომლის შემდეგაც ასევე შევიმუშავეთ რეკომენდაციები. მთავარი რეკომენდაცია კი იქნება ის, რომ ყველა ეს გათავისუფლება უნდა იყოს დასაბუთებული, არ შეიძლება ადამიანი უბრალოდ დათხოვნილი იყოს სამსახურიდან მიზეზის გარეშე. გარდა ამისა, ის ახალი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის თანამშრომლებს თხოვენ, რომ დაწერონ განცხადებები, მათ უნდა გაითვალისწინონ კანონის მოთხოვნები. ჩვენ მიმართავთ პრემიერ-მინისტრის აპარატს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს რეგიონებში მიმდინარე პროცესებს.